Am წუთებში გრძელდება შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი უძღვება, როგორც თეატროლოგიანმა განაცხადა, კანონმდებლობის რეფორმირება ქართულმა მხარემ სამინისტროების პროფესიული კავშირების დამსაქმებელთა გაერთიანებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებას შემდეგ დასაქმებულს დასაქმებულის არგუმენტაციის გარეშე გათავისუფლება აღარ შეეძლება, შეიცვლება ხელშეკრულების ფორმატიც, რომელიც ძირითადად მოკლევადიანი იყო და ზეპირ ხასიათს ატარებდა. ძალიან სერიოზული შეხვედრები და შთაგაცვლა გამოცხვა როგორც პროფკავშირებთან, ასევე დამსაქმებლების არაერთ და სხვადასხვა ასოციაციას თუ ორგანიზაციასთან. და რაც ყველაზე მთავარია ამ შემთხვევაში, რომ შეგვესრულებინა ჩვენი მიზანი საქართველოსთვის, დასაქმებულებისთვის და დამსაქმებლებისთვის მიგვეცა დაბალანსებული შრომის კოდექსი, ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. კოდექსი არის 100-ჯერ, 1000-ჯერ, მილიონჯერ ბევრად უკეთესი, ვინემ პროექტი, ვინემ ეს დღეს არის. დანარჩენი როგორც იტყვიან, არის ჩვენს კომპეტენციაზე დამოკიდებული, საზოგადოების ნება-სურვილზე, იმიტომ რომ აღარ აქვს ესე თქვა ხრუ და ბრმა ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი ხალხის გმინვა, ტანჯვა და ცრემლების არჯერა და არ ესმის და ბუნებრივია 90% ჩვენს მიერ მიწოდებული კანონპროექტისა შესულია. რაც არ არის შესული, ამაზე ჩვენ ვიმუშავებთ. განსაკუთრებით მე გამოვყოფდი სოციალური პარტნიორების სამხედრო კომისიის სტატუსის ამაღლებას. ეს ძალიან არსებითია ორივე მხარისათვის, როგორც დასაქმებულისათვის და დამსაქმებლისათვის. ანუ ყალიბდება საკმაოდ მყარი სისტემა სოციალური პარტნიორობის, ის სისტემების ანალოგიური, რომლებიც არსებობს ევროპაში, განვითარებულ ქვეყნებში და სწორედ აი ეს სისტემა იქნება გარანტი იმისა, რომ უნდა იყოს დაცული უფლებები როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის. და შევაგზავნებთ თემას. ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, უპასუხებს ქრონიკის შეკითხვებს. მოგესალმებით, ვალტონო ალექსანდრე. თუ შეიძლება რომ გითხრათ, რა არის ძირითადი ნიშანდობლივი ცვლილებები და რით განსხვავდება არსებული შრომითი კოდექსისგან ახალი პროექტი? ეს ბევრად უფრო დაბალანსებული კანონპროექტია. უпростовать ჩვენი კანონპროექტის შედეგად შრომის კოდექსი ბევრად უფრო დაბალანსებული იქნება, ვიდრე ის არის დღეს. რამოდენიმე ფაქტორს გამოყოფთი. პირველ რიგში დამსაქმებელს არ შეუძლია мотиваციის დასაბუთების გარეშე, როცა მოუნდება უბრალოდ გაათავისუფლოს მუშაკი სამსახურიდან მხოლოდ ერთი თვის ხელფასის ანაზღაურებით, ამისათვის უნდა იყოს გარკვეული საფუძვლები, რომლებსაც მასშტაბამდე კოდექსი ჩამოთვლის და თუ ეს საფუძვლები არ იქნება, მაშინ სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. თუ დამსაქმებელი არ დაასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას, მაშინ მას მოუხდება ზიდოს მტკიცების პირთი სასამართლოში დავიცვათ. ბატონო ალექსანდრე. სხვას? დიახ. თუ შეიძლება ხელშეკრულების ფორმატის შესახებ რო გითხრათ, აქამდე არსებობდა ზეპირი ხელშეკრულებები, ახალი პროექტის მიხედვით როგორ არის გაწერილი? ზეპირი, ასე ვთქვათ, შეიძლება კვლავაც იყოს, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ კოდექსში არის გარკვეული, ასე ვთქვათ, მუხლები ჩადებული, რომელიც მხარეებს, ასე ვთქვათ, უფრო მისცემს შესაძლებლობას და სურვილს, რომ დადონ წერილობითი ხელშეკრულებები და ამ ხრივ არაერთი ფაქტორის მოყვანა შეიძლებოდა. ბატონო ალექსანდრე, პასუხისმგებლობათა დავა, თქვენ საუბრობდით თუ დაირღვევა დასაქმებულის უფლებები, უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, როგორ შეუძლია დასაქმებულს თავის უფლებების დასაცავად იბრძოლოს? ჯერ ერთი დავები გამოვყავეთ ჩვენ ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებებთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების პროცედურა ერთია, კოლექტიურ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით დავების პროცედურა სხვა არის, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩაერთვება პროცესში, ესე იგი, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, ესე იგი, ბევრად უფრო ცივილიზებული ფორმა შეიძინა ამან. ყოველი მხარე, რომელიც გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს დავის მოგვარება, ჯერ ერთი დააფიქსირებს, რომ არსებობს დავა და სურს რომ მოაგვაროს ეს დავა, ამ ყოველ მხარეს უნდა კონდეს სათანადო კეთილსინდისიერი გამოხმაურება მეორე მხარესგან, მთლიანობაში მხარეები კეთილსინდისიერად უნდა მოეყვრან ამ დავის მოგვარების პროცესს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც აი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, მას ასევე დაეკისრება მტკიცების ტვირთის სასამართლოში, რაც არც თუ ისე იოლი
ტვირთია რო ზიდო. ბატონო ალექსანდრე, როგორც ცნობილია, იცვლება ნორმირებული სამუშაო დროის ანაზღაურება. ამის შესახებ რას გვეტყვით? ანუ 48 საათის შემდეგ უკვე დასაქმებულია რომ ანაზღაუროს დასაქმებულის ხელფასის რაღაც ნაწილი. კი ბატონო, ნორმირებული სამუშაო დრო კვირაში გახავთ 41 საათი, ამ ხრივ არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ თუ კი ამ ნორმის ზევით მოქმედი კოდექსი ყველაფერს მხარეების ნებასრულზე ტოვებდა, რაც სინამდვილეში პრაქტიკაში ნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ რასაც დამსაქმებელი ეტყოდა, იმას დათანხმდებოდა და დასაქმებული სხვა გზა მას უბრალოდ დაარჩევანი არ ქონდა. 41 საათის ზევით ნებისმიერი ნამუშევარი საათი ითვლება ზეგანაკვეთურ დროთ, თუმცა პირველი 7 საათი 48 საათამდე არის ასე თქვათ უფასო 41-დან 48 საათამდე. 48 საათის შემდეგ თითოეული ნამუშევარის საათი უნდა ანაზღაურდეს ესე იგი საშუალო საათობრივი ანაზღაურების 1.25 მეათსედის ოდენობით. ბატონო ალექსანდრე, სადეკრეტო შეგულებებთან დაკავშირებით რა სიახლეებია პროექტში? არაფერი ამ ხრივ შეგულებასთან დაკავშირებით არ არის, რაც იყო დღეები, სულწირე 24 დღე ფასიანი შეგულების და 15 დღე უფასო შეგულების, ეს ისევე დარჩა როგორც არის. და რაც შეეხება კანონპროექტი დიდ და პატარა ორგანიზაციებს, ესე ვთქვათ, თანაბრად შეეხება თუ არის რაიმე სხვაობა ამათ შორის განხილვის პროცესზე? არა, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის თუ არ ჩავთვლით კოლექტიურ ხელშეკრულებებს, რადგან ასე ვთქვათ კოლექტიური დათხოვნის ინსტიტუტი, რაც შემოტანილია ჩვენს მიერ და ესეც ნოვაციაა კანონპროექტში, ნიშნავს იმას, რომ ერთდროულად ხდება 10-ზე მეტი პირის დათხოვნა, მცირე საწარმოებში შეიძლება სულ არ იყოს 10 პირი და ამ ხრივ არის, ასე ვთქვათ, განსხვავება თორე ისე ფუნდამენტური მიდგომების და პრინციპების თვალსაზრისით განსხვავება არ არის. გაასაგებია და როდის შევაძალა შრომის კანონმდებლობაში ცვლილებები? ჩვენ ვაპირებთ, რომ 15 თებერვლამდე გავმართოთ კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ პირთან, მთავარ აქტიორებთან, ასე ვთქვათ, რომლებსაც ამ სფეროში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნით, გულისხმობ დასაქმებულთა მხრიდან პროფკავშირებს, დამსაქმებელთა მხრიდან მსხვილ დამსაქმებელთა ასოციაციებს, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ ესე იგი ამ პირების ინტერესებს და შესაბამისი ორგანიზაციების ინტერესებს. ჩვენ მათთან გავმართავთ როგორც ზეპირ კონსულტაციებს, ისე იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ წერილობით შენიშვნებს. ჩვენ ამ მოლაპარაკებების და შენიშვნების შედეგებს მეტნაკლებად გონიურულობის ფარგლებში ისე რომ არ დავარღვიოთ ბალანსი ბიზნესის და ეკონომიკის ინტერესებსა და დასაქმებულთა ინტერესებს შორის, ავსახათ კანონპროექტში საბოლოოდ სადღაც 20 თებერვლისთვის სავარაუდოდ წარდგებით მთავრობის და შემდგომში პარლამენტის წინაშე, სავარაუდოდ 20 მარტისთვის უნდა იყოს მოსალოდნელი ამ კანონის მიღება. დიდი მადლობა. ქრონიკის შეკითხვებს ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე პასუხობდა და ჩვენ ვაგრძელებთ გამოშვებას.